აბა როგორ ხართ მეგობრებო? მოდით დღეს გავაკეთოთ ესეთი გაშლა. დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. და აქვე გეტყვით, რომ ორაკულებზე რაცა ვაკეთებ გაშლას მეგობრებო, ნახეთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია, ტაროზე დიდი ისტორიის მატარებელია ორაკულური სისტემა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი. ამიტომ ისე გვერდსნოაულით ხოლმე ბევრად ისეთი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ, რაც თუნდაც იმავე დღეს ან მეორე დღეს ძალიან აქტუალური იყოს თქვენთვის. ხო, კიდევ ისე თქმა მინდოდა მადლობის, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის, ყველანაირი უკავშირისთვის თქვენთან ურთიერთობისას და არაფერი. გისურვებთ უბრალოდ ყველაფერს საუკეთესოს, ხო? და ვნახოთ ეს გაშლა დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი პირველი და მეორე ვარიანტი. და ვნახოთ. ხო, ისი თქმა მინდა, სანამ გაშლას დავიწყებდე მეგობრებო, კონსულტაციებიც რომ პირადი კონსულტაციები, ვინც ცოტა ისეთი, ასე ვთქვათ, მაღალ ვიბრაციებშია, ჯერ კიდე შეენახული აქვს ენერგია, რაღაცა გარკვეული თვისობრივი სიტუაციები ცოტა განსხვავებული აქვს, ხო, მისი ბუნებრივი შინაგანი და ასე შემდეგ, ემოციური ინტელექტი და ასე შემდეგ, ისინი უფრო მალე უღებენ ალღოს სიტუაციას და არიან გოგოები, რომლებიც ვერ გამოდიან წარსულიდან, ვერ აი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, მიღება არ შეულიათ, პატიებას და მადლიერებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი და თუ ციკლი მადლიერებით სრულდება და მე ვიწყებთ ახალს, ხო, რაღაცებს ვანულებთ, არა. ერთ წრეზე რომ დადიან ადამიანები და მე მათ მართლა გუწევთ უთანაფრისობა, იმიტომ რომ მე მესმის, ამ ყველაფერს სჭირდება სწავლა, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, გავლა, ხო, ასე მარტივი არ არის, რომ ყველა ერთნაირად დაძლიოს თუნდაც ერთი და იგივე შინაარსის წიგნი, ხო, ან მათი ცხოვრების სცენარი, არ აქვს ამის მნიშვნელობა. მაგრამ ერთი რამ გაიაზრეთ, გაითავისეთ, შეადგინეთ გრაფიკი, ყველაზე მარტივი ეს არის, აი ვიზუალიზაცია და წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ ახლა აქ, აი ახლა და აქ, ამ წუთას აქ ვარ, ხო? ის ჩემი ცხოვრება თუ ის ადამიანი იყო იქ დარჩა. რა ვიცი, ახლა არ უნდა დაბრუნება, თორე დაბრუნება რომ უნდოდეს, კითხვებს არ ვსვამ. ანუ ბედნიერი ადამიანები სხვას არ უსვამენ კითხვებს თავიანთ ადამიანთან დაკავშირებით, მასთან აქვთ კონსტრუქციული დიალოგი. ხო და თუ ამ ადამიანთან კონსტრუქციული დიალოგი არ გამოდის და ანუ სულ კითხვის ნიშნებში გამყოფებთ, ესე იგი პრობლემაა უკვე, ხო? და თუ პრობლემაა, მაშინ ამ პრობლემასთან უნდა გათავისუფლდეთ. გახართ აქ, წარმოიდგინეთ, აი უბრალოდ გრაფიკი გააკეთეთ, ხო, აი რაღაცა მონახაზი. ის ადამიანი წასვლის წინ არის თქვენი ცხოვრება, ხო? მოტრიალდით და უთხარით რა, რომ იცი რა, მადლობა იმისთვის, რომ მე გადავრჩი. მთავარი, ძალიან რთულია ხა ადამიანს, რომელმაც გატკინა, გაგანადგურა, ბევრი გაწვალა, ბევრი განერვიულა, მადლობა უთხრა, მაგრამ მინიმუმ იმისთვის უნდა უთხრა, მადლობა მიტრიალდი, რომ იცი რა, მე გადავრჩი და ამისთვის მადლობა სამყაროს პირველ რიგში. და შენ მადლობა, რომ მე მივხვდი შენი მეოხებით, რომ შენის არ ხარ, ვინც მე მჭირდება და ბოლოს და ბოლოს გადავრჩი და წინ კიდევ სამყარო მაძლევს შანსს. ამაზე დიდი რა შეიძლება იყოს, ხო? და უნდა გამოხვიდეთ ამ მიჯაჭვულობებიდან, მეგობრებო, მე არც იმას რა ქვია, დიდაქტიკას გიკითხავთ, არც ლექციას გიტარებთ, ეს არის ცხოვრებისეული ამბავი, რომელიც თუ არ დაძლიეთ, უბრალოდ ვერ გაგრძელდებით, არამთუ ვერ გააგრძელებთ ცხოვრებას, ხო? ეს ყველაფერი არკანების და გაშლის იქით პრეტექსტია და მოდით ახლა დავიწყოთ, ვინ მომიყვანა პირველმა ვარიანტმა. ადამიანი, რომელიც იძულებით არჩევანშია, იძულებით სიტუაციაში სადაც არის, ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება მიმართავს დედას, ბებიას, არ ვიცი, სულიერ მოწვას დახმარებისთვის, რაღაცას ვერ არკვევს და მისთვის საპატივსაცემო და ისეთ ადამიანებს რჩევას ეკითხება, ადამიანი ცალსახად მერყეობა, ცალსახად დაიწონა სიტუაციაში, ვერ გაუგერა ხდება მის ცხოვრებაში, რაღაცას და ბავშვური მომენტები აქვს, ცოტა ბავშვური ბმები აქვს, კი, აი ნოსტალგია აქვს, რაღაცა პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ენატრებოდეს თავისი ვიღაცა წინაპარი და აი ის მომენტი ქონდეს, რომ ნეტა ახლა გვერდით ყავდე, აი კიდე არჩევანი, კიდე აი რაღაცა დაფიქრება, იქით თუ აქეთ. ადამიანი ძალიან გაურებულ სიტუაციაშია, მეგობრებო, ვისაც თქვენ ახლა უყურებთ.
და კარგით, პირდაპირ გადავიდეთ კითხვაზე, ხო, დაბრუნდება ეს ადამიანი? ახლა ვინც მიყურებს იმ ადამიანების ცხოვრებაში და დაბრუნდება მათ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. კვერთხების ტუზიო, ხო, შეყვარებულების საკანი, არჩევანი მაინც გვაქვს. გვაქვს, მერყეობთ, მაგრამ ეტლი არ არის ბოდიში, 6-იანი კვერთხებია, მეგობრებო, გამარჯვების, მიზნის მიღწევის დაბრუნდება. მოიცათ, ეს იმპერატრიცა მინარი. არჩევანი იმიდან კარგით რა. ამას იმპერატრიცაც ყავს და ფარული ქურუმი ქალი წავს. იმიტომ ეს საწყალი ასეთ დღეში გაცო. ორი აგური უნდა მეკავს ხელშიო. მართლა. კაი. ამ ადამიანთან ახლა მე ვინც მიყურებს ამ წუთას არ ვიცი თქვენ ახლა ქურუმი ქალი ხართ თუ იმპერატრიცა მიყურებთ ხო არ ვიცი საცალსახად ეს ადამიანი გაურებულია ორი ქალის თუ ორი მამაკაცის თუ მამაკაცები მიყურებთ ენერგიებშია მაგრამ სამართლიანობა იცოცხლე მოკლედ რა დღეში კაი მოდი ახლა ვიკითხოთ ამ წუთას ვინც მიყურებს არ ვკითხულობ ცოლიაში ამ წამს ვინც მიყურებს იმ ადამიანთან დაბრუნდები temperance ზომიერება they will მიჩაჭულობს როგორი მიჩაჭულობს მაგრამ არა პენტაკლების მეფეა მეგობრებო ნელი არა უახლოეს ილუზიები არა უახლოეს პერიოდში ამას არ უცადოთ აი უახლოეს პერიოდს გულისხმობ თუ არა ახლა ფრაგმენტული გამოჩენა რაღაცა ისე მოკითხვის დონეზე შეიძლება იყოს აი რაღაცა ისე რა პატარა მაგრამ ის რო ახლა დაუბრუნდი და ურთიერთობები ავაწყეთ ჯერჯერობით ეს არ ჩანს კარგით პირველ ვარიანტს მადლობა და მეორე ვარიანტი ვინ მომიბრძანეთ ხმლების პაჟი ძალიან ცნობის მოყარე ძალიან ისეთი აქტიური ჭკვიანიც და ცოტა როგორ იცით აი ყველაფერი რომ უნდა მოსინჯოს ყველაფერი უნდა გაიგოს რა ხდება როგორ ხდება თასების ტუზი საკამოდ ისეთი სავსე შემდგარი ემოციურიც ფინანსურადაც შეიძლება საკმაოდ კარგად იყოს ძალიან ბევრი როცა შემოქმედებითი ადამიანი შეიძლება იყოს არ ვიცი წერდეს უკრავდეს მსახიობი იყოს არ ვიცი რა ვიცი მარკეტოლოგი იყოს რაღაცა დიზაინერ მოკლედ რაღაცა შემოქმედებითი ნიჭი შეიძლება სულაც პროკურორი იყოს ზოგადად ვიძახი მაგრამ ნიჭი ქონდეს ხო ლექსებს წერდეს ან რა ვიცი პოემებს წერდეს და სიმფონიებს წერდეს ნუ ყოველთვის რაღაცა ეგეთი ენერგიები მოდის და რა საინტერესოა მეგობრებო იმპერატრიცა და მზე ამას ოჯახი ყავს მომცასყად ყავს ოჯახი ამას ყავს ოჯახი სამყაროს ძალიან მრავალმხრივი ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული ძალიან აი იცით როგორი ადამიანია სხვებისთვისაც რომ შეიძლება თავად შანსი იყოს გესმით ხო ისი თქმა მინდა ანუ მაგარდანა ის მარტო რომ მე ბევრი შესაძლებლობები მაქვს და მე ესეთი მაგარი და ძლიერი არა ნახეთ აი ბევრი ადამიანისთვის ზოგადად მისი არსებობა მისი ქმედებები მისი სიტუაციები შეიძლება იყოს იმდენად თამაგონებელი იმდენად აი როგორ აგიხსნათ ისეთი რა რომ სხვებისთვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობების და შანსების მიცემი იყოს ეს ადამიანი კარგით კიდევ ვინ არის ერთი ორი არკანითაც ვიკითხოთ და ვინ არის ადამიანი არცალსახად სტაბილურობაში მყოფი ოღონდ თან ცეცხლთან თამაში რო უყვარს და აკრძალული თამაშები რომ უყვარს ესეთი ადამიანია ესეთი ადამიანია და კარგი ვნახოთ ახლა ესეთი შეკითხვა დაბრუნდება თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდება უახლოს პერიოდში აიცით რა პაჟია შესაძლოა არ გამოვირცხო პენტაკლი
დამთვალული ილუზიები, სიზმრები, წარმოსახვები, მიჯაჭულობები, ამას ეს არ არის კარგად მეგობრებო, ამას ისეთი არკანები ამოდის, რომ ამას საერთოდ რა ვიცი, შეიძლება არ გამოვიცხავრო სერიოზულად მედიკამენტებზე იყოს, იმდენად უჭირდეს ფსიქოლოგიურად, შეხედეთ უბრალოდ კომბინაციას. მოიკითხეთ ეს ადამიანი გულწრფელად გეუბნებით, არაფერი ამაში ცუდი არ არის, თუ თქვათ დიდი ხანი ამ ადამიანის შესახებ არაფერი იცი და უბრალოდ გედარ, მე რა მოხდა, უბრალოდ აი ძალიან თავის იმპერატრიცასთან არის ეს. მაგრამ ფიქრობს და ენატრება თავის თასების დედოფალი. მოიკითხეთ. აი, ძაღლებიც აყებდნენ გარეთ. ესმით, ძაღლების ყება? ხო, აი, მან ვიცი. აქ ცოტა ჩაკეტილებები, მაგრამ ნახეთ, არკანი ძალა, თქვენ ხართ მისთვის ძალიან აი თქვენთან არის ძლიერი, თქვენთან არის ნამდვილი თითქოს აი იქ სადაც არის იქ ძალიან ცუდ დღეში. თუმცა ნახეთ ბედის პორბალით არ გამოვიცხავრო შანსი მიეცეს თქვენს ურთიერთობას, ალბათ ცოტა აი რა ისე ცოტა იქეთ ხვალდაზე გარა, ხვალდაზე ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა იქეთ ენერგიებში. მაგრამ ამას ასახად ჭირდება დახმარება, საწყალი. არჩევანში. ფიქრებშია, მაგრამ ძალიან მაღალი ემოციური ფონი აქვს. ძალიან, აი მაგრამ არა, შანსი იქნება. აქ დაბრუნების საკმაოდ მაღალი ალბათობა. მადლობა მეორე ვარიანტს. გისურვებთ ყველა ოცნების ახდენას. წარმატებები.